გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს, ვაგრძელებთ პროგნოზებს სიტუაციის მიხედვით. დღეს გვექნება სამი ვარიანტი, მოკლე წინა ისტორიით და პროგნოზებით ძალიან მოკლედ. ვცდილობ ამანაზღაურო ის დაკარგული დრო, რაც ვერ ვახერხებდი ვიდეოების ჩაწერას სხვადასხვა მიზეზების გამო და დავიწყებ პირველი ვარიანტიდან. რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო, რაღაც საქმეს ელოდებით, უბრალოდ საქმიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ წამოიწყეთ, ან სამუშაობა დაიწყეთ, ან რაღაც დათესეთ, ასე ვთქვათ, ელოდებით მოსავლის მიღებას, ანუ თქვენი შრომის შედეგს ელოდებით და იცით, რომ თუ გაამართლა ამ საქმემ, მომავალში დივიდენდების მომტანია, ბევრი სასიამოვნო მომენტების მომტანია თქვენს ცხოვრებაში და თქვენი ბედნიერი მომავლის საწინდარია ეს წამოწყებული საქმე, ანუ გაწეული შრომა და აი ამის მოლოდინის რეჟიმში ხართ, რა შედეგს მოიტანს ის ყველაფერი, რაც თქვენ მოიმოქმედეთ, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი შრომის შედეგი, თქვენი ნაჯაფარი, არავისგან არ ელოდებით საჩუქრებს და ძალიან გაინტერესებთ, სულ ამის ფიქრში ხართ, აი თითქოს ის რაც თქვენი გასაკეთებელი იყო უკვე გააკეთეთ და ეხლა ელოდებით რა შედეგს გამოიღებს და ნახოთ რა შედეგს გამოიღებს. ძალიან კარგი შედეგი იქნება, ჩემო კარგებო, ტყუილად არ ელოდებით ბედნიერებას და იცით რომ ეს ყველაფერი თქვენთვის სიხარულის მომტანი იქნება, ძალიან მალე მიხვდებით რომ თქვენი სწორი ქმედებების შედეგად თქვენი დახარჯული ენერგიის, შრომის, ძალის წყალობით თითქოს ბედის ბორბალი თქვენსკენ შემოტრიალდა და გარკვეული პერიოდი აი ამ წარმატების და ღმერთმა ქნას რომ წლების მანძილზე გაგრძელდეს და საბოლოოდ მოძებნეთ თქვენი ნიშა, თქვენი საქმე, თქვენი გზა და სულ წინ და წინ ივლით. აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით და ის რასაც ელოდებით შეიძლება იმაზე მეტად უკეთესად შესრულდეს ყველაფერი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და მეტი სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს. მეორე ვარიანტი რა ხდება? ძალიან მძიმე ფიქრები დაგტრიალებთ თავს, ეს არის შინაგანი ბრძოლა, შინაგანი წინააღმდეგობა, ეს ეხება პირად ცხოვრებას, დიდი ალბათობით ძალიან ემოციურად ხართ განწყობილი, როგორც ჩანს ახალი ურთიერთობაა, ვიღაც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, შეიძლება შიშების გამო, შეიძლება წარსული გამოცდილების გამო თითქოს ფრთხილობთ და გადაწყვეტილებას ვერ იღებთ კონკრეტული ადამიანთან მიმართებაში. ახალ წამოწყებაზეა, ახალ გზაზეა აქ ლაპარაკი. ეს არ არის პასუხის მოლოდინი, ეს არ არის თქვათ, აი ერთი-ორი შეტყობინება და თქვენს მიმართ გამოხატული ინტერესი, უკვე დაწყებულ ურთიერთობაზეა ლაპარაკი, რაღაცა ნაბიჯები იქნა გადადგმული და უკვე ფიქრობთ სწორად იქცევით თუ არა. აქ მარტო პირადი ცხოვრება არ მოიაზრება, როგორც ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ახალ წამოწყებულ საქმეზეა, შეიძლება იყოს ლაპარაკი და ფიქრობთ სწორად მოიქეცით თუ არა, რომ აი ამ საქმეს შეუდეკით, ამ გზას დაადეკით. ნახოთ პროგნოზი. ჩემო კარგებო, რაღაცა მომენტი გექნებათ, ისევ იყვყმანებთ, იფიქრებთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თუ არა. შეიძლება რაღაც მომენტში იმაზეც დაფიქრდეთ, რომ საერთოდ რატომ დავიწყე ეს ყველაფერი. რატო შევხვდი ამ ადამიანს, რატო მივედი ამ სამსახურში, რატო წამოვიწყე ეს საქმე და ასე შემდეგ. თითქოს ინტერესს დაკარგავთ რაღაცა მომენტში, მაგრამ მოვა დრო, რომ ჩადებულ შრომას, ენერგიას, ემოციებს აგინაზღაურებენ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მიიღებთ იმას, რისი იმედიც გქონდათ თავიდან. და თქვენ ყოყმას დაესმევა ამით წერტილი და აი ეს სიტუაცია წარმატების მომტანი იქნება, თუ ურთიერთობაზეა ლაპარაკი, კარგი ურთიერთობა ეწყობა თქვენსა და იმ ადამიანს შორის, თუ საქმიანობაზეა ლაპარაკი, კარგად წავა საქმე. ვცდილობ, რომ ძალიან ბევრი არ ვიმსჯელო, მოკლე პროგნოზები გავაკეთო, რა თქმა უნდა,
ახლო მომავალში გადავალ ისევ ერთ ვარიანტზე და ღრმა ისეთ იმას გაშლებს გავაკეთებ. ყველა დეტალებით. ეხლა როგორც გითხარით, ვცდილობ დრო ავანაზღაურო. მესამე ვარიანტი, რა ხდება მესამე ვარიანტში? ჩემომკარგებო, ხდება ძალიან სერიოზული ტრანსფორმაცია, თქვენი ტრანსფორმაცია, მაგრამ რატომღაც წინააღმდეგობას უწევთ, იცით რომ გარდაუვალია ეს ყველაფერი, თუ თქვენ არ შეიცვალეთ, თქვენი ცხოვრება არ შეიცვლება, თუ თქვენი შინაგანი სამყარო არ შეიცვალა, თქვენს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, საიდან დაასყენით, როგორ იგრძენით, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, მაგრამ იცით რომ დგას ამის აუცილებლობა, უნდა შეიცვალოთ, სხვანაირად ვერ იქნება, უნდა შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მაგრამ რაღაცნაირად არ ვიცი, გეშინიათ თუ ჯერ არ ხართ მზად ამ ტრანსფორმაციისთვის, თქვენ თვითონვე უწევთ წინააღმდეგობას და ძალიან ყოყმანობთ, როგორც ჩანს, იმისთვის რომ შეიცვალოს თქვენი ცხოვრება და შეიცვალოთ თქვენ, რაღაც გარკვეული მოქმედებებია თქვენგან საჭირო, გარემოების შეცვლა, სოციუმის შეცვლა, ქვეყნის შეცვლა და ან კიდევ საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობის დამოკიდებულების შეცვლა. მაგრამ აი წელავთ, რასაც ქვია, წელავთ, მაგრამ იცით რომ ეს უნდა მოხდეს და აუცილებელია. ვნახოთ რა შედეგს მოიტანს ეს ტრანსფორმაცია თქვენთვის, პროგნოზი რა იქნება, თუ კი მოახერხებთ. ჩემოკარგებო, იმ შედეგს მოიტანს, რომ მიიღებთ ახალ ცოდნას, ახალ გამოცდილებას, რეალურად სრული ცვლილება ხდება თქვენი სრული ტრანსფორმაცია. ალბათ ამისი გეშინიათ, რომ თურმე ადამიანები სულაც არ არიან ისეთი, აი პირისპირ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს, თითქოს ამის გეშინიათ, ამ მიღებული ცოდნის შედეგად. იცვლება სრულიად თქვენი სამყარო, აი თავდაყირა რო დადგება, რასაც ქვია, ეს არის ჩამომხრჩვალი, ღმერთი ოდინის სიმბოლო კარტი და ჩემთვის ძალიან საყვარელი, რადგან ვარ რუნოლოგი, ვიღაცამ უროლოგი ვარ დამიწეროს, ვერ იგემენ ხოლმე რუნები. რუნოლოგი და არა უროლოგი. და აქედან გამომდინარე, ღმერთი ოდინის სიმბოლო კარტი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებით საყვარელია. და რაღაცა მომენტში გულის წყვეტაც გექნებათ, მოვა დრო, გულის წყვეტა გექნებათ, რომ რატომ ადრე არ მოვიქეცი ესე, რატომ ადრევე არ დაუსვი წერტილი თქვათ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც მომავალში წინსვლაში ხელს მიშლიდნენ, ცუდად მეკცეოდნენ, ბევრს პატიობდი, 1000 გვარი რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს სინანულის შეგრძნება გექნებათ რაღაცა მომენტში, რომ ეს ტრანსფორმაცია ადრევე უნდა მომხდარიყო თქვენში და ეს ისევ თქვენი მიზეზით არ ხდებოდა ეს ტრანსფორმაცია და არ ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობას უწევთ ამ ყველაფერს. როგორც აღნიშნე, არ გინდათ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, არ გინდათ დაინახოთ იმ ადამიანების რეალური სახე, ან საკუთარ თავთანაც, რომ აი თვითონ რაღაც შიში გქონდეთ, რომ ეს ნუ თუ მე ვარ მართლა, ან ასეთი ვიყავი, რაღაცა ესეთი ფიქრები გაწუხებთ და უпростоრად შეგაწუხებთ ახლო მომავალში, როცა უკვე აი ამ ტრანსფორმაციას გაივლით, მაგრამ ეს აუცილებელი ფაქტორია ამ ყველაფრის შედეგია იმ ცვლილებების და აი უკვე ჩართავთ მებრძოლს, აი ამ სინანულის შემდეგ უფრო აქტიური გახდებით, უფრო აქტიურად დაიწყებთ თქვენი პირადი ინტერესების, თქვენი ტერიტორიების დაცვას და სხვათა შორის კარგი მოვლენებიც ამის შემდეგ არ დააყოვნებს თქვენს ცხოვრებაში, გამოჩნდება ის ადამიანები, ვინც რეალურად შეგიყვარებენ თქვენ, ყოველგვარი პირობების გარშემო, განდეგილს მე ვეძახი უპირობო სიყვარულის კარტს, გასხივოსნება დადგება თქვენს ცხოვრებაში, მოვლენ ესეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში და მართლაც ეს ტრანსფორმაცია სამომავლოდ ძალიან დიდი სიხარულის და ბედნიერების მომტანი იქნება თქვენს ცხოვრებაში, რატომღაც ვიღაცის, არ ვიცი, მესამე ვარიანტი, ვინც მიყურებს, ძალიან მინდა რომ მინიშნებით მაინც დამიწეროს კომენტარი, ვისთვის დგას დღის წესრიგში ბავშვის სკოლა, არ ვიცი ეს მოვლენები რატომ არის დაკავშირებული ბავშვის სკოლასთან. მაგრამ აი ამ ყველაფრის შემდეგ რომელიღაც თქვენგანს შვილით შეეძინება. და რაღაც სინამდვილის მომენტი შეიძლება ამას უკავშირდებოდეს, რომ რატო აქამდე არა.
შეიძლება იმ ადამიანთან, ვისთანაც ხართ, არ უნდა გყავდეთ საერთო შვილი და დროზე უნდა მოგეშორებინათ, ან იმას შვილი არ უნდა, ან კურნალობაზე არ არის თანახმა, ან შეიძლება უშვილობას თქვენ გაბრალებს, ამას ვიძახი კონკრეტულად მათთვის, ვისთვისაც დღის წესრიგში შვილის ყოლა დგას. და ვისთვისაც აი ეს რეზონირდა, რასაც შვილზე ვლაპარაკობ, ბავშვზე ვლაპარაკობ, გპირდებით ახლო მომავალში, როდესაც თქვენ თვითონ შეიცვლებით და თქვენი შინაგანი სამყარო შეიცვლება, პატარასაც ჩაიხუტებთ. სხვათა შორის, ჩვენც შეგვეძინა პატარა, მესამე შვილიშვილი შემეძინა, პატარა ლამაზი კაც უნდა გყავს, სულ 40 დღისა არის, მაგრამ ის პატარა ნამცეცი კაცი ძალიან დიდი სიხარულია ოჯახში და ყველას გისურვებთ ისეთ ბედნიერებას, რაც მე ცოტა ხნის წინ მეწვია ოჯახში. მომავალ შეხვედრამდე.